ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ერთხიანი ღონისძიება ღიაცის ქვეშ ყოველწლიურად ტარდება ილიას უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ორგანიზებით. წელს არის 65 კარავი, რაც ნიშნავს იმას, რომ 65 აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის პროგრამაა. ჩვენ ყოველ წელს პილოტირებას ვაკეთებთ ხოლმე რაღაც ახალი ინოვაციური კომპონენტისაც. ეს წელსაც არ არის გამონაკლისი. ეს გახლავთ ინოვაციურ გამოგონება და გამოფენა, რომელიც წელს პირველად ტარდება და ჩვენ ვეცადეთ, რომ თავი მოგვეყარა საქართველოში არსებული ყველა ჭირკედელა გამომგონებელი ადამიანისთვის და მათთვის საშუალება მიგვეცა თავისი გაკეთებული პროდუქტები, ნივთები, საინტერესო გამოგონებები, აქ ამ სივრცეში გაეცნოთ უფრო ფართო საზოგადოებისათვის. სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ეს არის სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც დაიმორება ინსტიტუტის სასწავლო გამომიჯავებს. ეს პროგრამები ჩვენი დროს ავტომატურად წინდება და იქ ჩავხდით სასწავლო სამუშაო გამოცდილებას. იდეაში პროგრამა არის გაკეთებული ისე უმაღლესი ხარისხი, რაც გაკეთებული ბიბლიოთეკა, რომელიც ერთია სინთეზატორზე, დაახლოებით 9 მიკროფონი გვაქვს. მის საშუალებას გვაძლევს ახლოს საშუალო და შორი მიკროფონებით იქვე პროგრამაში გავაკეთოთ მიქსინგი, შევიფაროთ აკორდები, ნოტები და უკვე დავწეროთ ან მუსიკა, ან მელოდია, ან ზოგადად ეს მივაფათ სხვა სტუდიურ პროგრამას. ჩვენ წარმოვიდგენთ პლაზმურ მასალაზე დაჭრილი ვამზადებთ ნებისმიერ მეტალზე ნებისმიერი ფორმის ნივთებს. ეს არის მაგალითად როგორ მეტალზე შეგვიძლია ჭრა, რა შემიძლია. ანუ ულტრაისპეციალისტების ყველაზე მეტად შთანთქავს შავი ფერი, ანუ გასაგული რობოტი უკანონდება, ის ხდება რომ შავ ტრაექტორიას ნახოს, ამიტომ მანაც გადადის იგი შავი ტრაექტორია. ჩვენ ხედავთ როგორ მოტივირებული ბავშვები რა ინტერესით ეკითხებიან ამას, ცდილობენ რაღაცა სიახლეების შექმნას. მე მგონი რომ განვითარდეს ეს ყველაფერი და ხელშეწყობაზე აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობის ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს და სხვა მრავალს. წყალში გახსნილი ფერული და შეეცდებით რომ სისხლის ეფექტი მისცეს ამიტომ გადმოწევ და აქ კალიუმის როდანინი, რომელიც დაწვეთების შემდეგ იღებს სისხლის ეფექტს. ცოტა არის შედეგად იქნება სისხლის ამოდი. ამას იყენებენ გუნდებში ყველგან. ჩვენ წამოვიდნენ საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტს, გამოტანილი გვაქვს ორი პროექტი. ეს გახლავთ მოწყობილობა ვერტმენის გადასახდენა ავარიის დროს. ეს არის ბალისტიკური სისტემა, რომელიც მუშაობს რაკეტაზე და რაკეტის აფრენა იყო პარაშუტი, რომელიც დაკავშირებული არის საბაგირო თოვლით და ჰაერში შევაყოლოთ გასვლელი პარაშუტი. ისე რომ ბლეიდებს და როტორის ბრუნვა ხელს აღწევს პარაშუტის თოვლი მოგვეწონა, ყველანი მაგრად ვერთობით, ბავშვები, კარგი რამე გააკეთეს მართლა. გასაგებად